ვალიკო, დიახ, აი კარგად შეხედე, ხუთიანი, იმიტომ რომ ტყუილი დაპირებები მოგვეცით, ამას გავაიაფებთ, იმას გავაიაფებთ, რამე გაიაფდა? ეგ იმიტომ რომ თქვენ გვიშლით ხელს. ყველგან თქვენი ხალხია დატოვებული და ისინი ურევენ ყველაფერს. გაირა. ვალიკო, ამ ხელა კაცი და ზღაპრების კიდე გჯერა, კარგი რა. ზღაპარი კი არა ისა. 60 წლის კაცი აქამდე მოვედი და როგორიც ვიყავ, ისეთი მით და ვიყო. არავის არ მივცემ უფლებას ჩვენს გადაკეთებას და ახალი ქართველის გამოყვანას. ხო, ზღაპრების სულ ყველაფერი. კაი რა, ვალიკო რა. კაი. რა შვებით ხო? რა არის? მე თქვენ რამდენჯერ გითხარით? რამდენჯერ გითხარით მე თქვენ რომ მე აქ საეთერო დრო ჩემი არის ფასიანი. და არ დაუშვებ მე ასე უფასოდ. რომ ვიღაცა მოვიდეს აქ და რაღაც პოლიტიკური აგიტაცია ჩაატაროს ჩემ გადაცემაში. ვალიკო, ხო გაგაფრთხილე? რამდენჯერ გითხარი? რამე სარგებელი მაინც გქონდეს, რაღაცას მაინც მიხდიდეთ. ჩვენ? არა გენაცვალე, მე დაიმახსოვრე, ეხლა რაღაცა მოიხურეთ. შემოუტანეთ რამე? მოიხურეთ, არ დავინახო. კარგი ხო, კარგი. აღარ დავინახო, იცოდე. ჩემ გადაცემაში არავინ არასდროს არ გააკეთებს არაფრის აგიტაციას. გასაგებია? კარგი. მე უნდა დავიწყო ახლა გადაცემის ჩაწერა. შეხედე შენ, ერთხელ გეტყვით, ორჯერ გეტყვით, ხო უნდა გაიგოთ არა? ასე როგორ შეიძლება, კაცო, მართლა და მართლა რა. Washingtonში შუა დღეა დაწმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ისუარა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგილსი კავეთ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დღეს თბილისობა ვულოცავ ყველა თბილისელს ამ დღესასწაულს ვულოცავ დედაქალაქის სტუმრებს და კიდე როგორ ხალხს ვულოცავ ვიცით აი თავიდან რომ შეხედავდა რომ გეგონება რომ თბილისელია და ხმას რომ ამოიღებს რომ მიხვდები რომ დედაქალაქის სტუმარია აი მათაც ვულოცავ ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჟურნალისტებს მოგეხსენებათ და ასეთი რამ თქვა რომ აი თქვენო არ შეგიძლიათო რაღაც გარკვეული ინფორმაციიდან საკუთარი დასკვნების გამოტანა და თქვენ ჟურნალისტები კი არა ფოსტალიონები ხართო აი ესე უთხრა ჟურნალისტებს ნუ ჟურნალისტები რა თქმა უნდა აღშფოთდნენ ძალიან აღშფოთდნენ და ამოიღეს ყველას თან ქონდა დიპლომი და დააწყვეს ეს დიპლომები მაგიდაზე რომ როგორ გველაპარაკებითო როგორ ვართო ჩვენო ფოსტალიონებიო შეხედეთო ჩვენ დიპლომებსო ერთი იყო სამთო ინჟინერის დიპლომი მეორე იყო ფიზკულტურის მასწავლებლის დიპლომი მესამე დიპლომი იყო გეოლოგის აი მეოთხე დიპლომი კი იყო ჟურნალისტის მაგრამ ეს დიპლომი იყო დაბაწყნეთის არააკრედიტირებული ჟურნალისტთა უმაღლესი სკოლის დიპლომი მოკლედ
მოკლედ მე თქვა ბატონმა ბიძინამ რომ ეს მინისტრებიო ძალიან ცოდო არიან თქვენ ხელშიო და კარგად რომ იმუშაონო მათო შექება ჭირდებათო რაღაცას კარგს რომ გააკეთებენო შეაქეთო სტიმული მიეცითო რომ უკეთესი გააკეთონო მე მაგალითად არ მომბეზრდება მინისტრების ქება ბატონო ბიძინა მე ვიქნები მათი პირველი მაქებარი ოღონდ საქმე აკეთონ აი ახლავე მე მინდა მივმართო სოზარ სუბარს ჩემო სუზარ ჩემო სოზარ შენ ხარ ნათელი სულის კარგი მოკეიფე გემრიელი ქართველი კაცი რომელსაც თავის ქვეყანა ტკივა სოზარ რომელსაც შენ ხარ შენ რუსთველი გიყვარს შენ ქართველი გიყვარს შენი ქვეყანა გიყვარს კეთილი კაცი ხარ სიკეთეს ერთი წუთი კანცი მომიტანო ბოდი სავსია მომეცი ერთი წუთი ხო და ჩემო სოზარ მოდი შენნაირი ქართველების თამადობით მე მინდა სრულიად საქართველოს ქართველები და მინისტრები დავლოცო გენაცვალეს შენ მაგარი კაცი ხარ მაგარი მინისტრი ხარ შენ გაიგე დამისხი კიდე კალაზე უნდა ვადგეგძელო დათხრები და გადაცემას ვეღარ წაიღო ისე დავთხრები კაი წადი დიდი მადლობა ვალიკო მიდი მე იქ დავლიოთ ერთად დიდი მადლობა კარგი ღვინო იყო მოკლედ არ მომბეზრდება მე მინისტრების ქება განსაკუთრებით შევაქებ ხოლმე ჯანდაცვის მინისტრს ბატონ სერგიენკოს ძალიან ბევრს შრომობს ეს კაცი ძალიან ბევრს გამოიფიტა ხალხო მეც ხო ექიმი ვარ ახლა ვატყობ კაცი გადაღლილია და არ შეიძლება რომ დავაფასოთ მისი ღვაწლი და გადავიყვანოთ უფრო ისეთ სამუშაო ადგილზე სადაც ნაკლებად დაიღლება და მის მაგივრად მოვიყვანოთ ენერგიული სპეციალისტი არ შეიძლება არეულობა აშშ-ში ამერიკის შეერთებულ შტატებში 800,000 კაცი უხელფასო შვებულებაში გაუშვა მთავრობამ. მოკლედ დაკეტილია სკვერები, დაკეტილია ზოოპარკები, ატრაქციონები და რა ქნან ამერიკელმა მშობლებმა. ბავშვები ვერსად ვეღარ დაყავთ და იძულებული არიან შაბათ-კვირას სტრიპტიზ კლუბში ატარონ. ახლა გადავიდეთ ცეკვებზე. ხო, აი ვინც უყურეთ, ახლა მითხარით, როგორი წევრი ვიყავი ჟიურისი. კონდა ყველაზე ასეთი ადეკვატური და ესეთი მაღალი ქულები ხო ყველა კონკურსანტი გაყოფილია ძალიან კარგი ახლა ეს მითხარით გახსოვთ რა მაგრა იცეკვა ბოისამ ანატოლი ბოისამ რა მაგრამ იცეკვა, ესე იგი თავისი დიახ, მალობ, თავისი მეტყვილე სალომე ჭაჭუა ამ ცეკვის დროს, ესე იგი ხანასიატრიალა, მე მეგონა რომ ცეკვის ბოლოს ამ გოგოს სადღაც ჩატენიდა. იმ ხელა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი ამ პირველი ტურის შემდეგ, რომ ცეკვავენ ვარსკვლავები ღამეც და მესიზღვრა. ოღონდ ეს იყო კოშმარი. ესე იგი, ესეთი კორიდორია, ბნელი და ბოლოში არის ესეთი იონ ქარიშუქი. ზურგით დგას, ჩემსკენ ზურგით, თქვენსკენ სახით ალბათ. იულა ქავთარაძე. და ცეკვავს ესე მგზნებარეთ, გამომწვევად. ეს ხო ცეკვავს, მე თან უახლოვდები. ეს მე უახლოვდები. მივუახლოვდი და ერთი ნაბიჯი რო დამრჩა, შემობრუნდა და გიაასურა მელაშვილი. ასეთი არ არის ეს კოშმარი. კარგი.
მოკლედ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიულოცოთ თბილისობა და სანამ ქალაქის უდიდესი ნაწილი კეიფობს, ჩვენ გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. მოგეხსენებათ, ახალი ტრადიციაა ღამის შოუში. ყოველ შემთხვევაში წინა საარჩევნო პერიოდში იქნება ყოველთვის ეს რუბრიკა. მე ვყიდი ჩემს საეთერო დროს და ყველა გადაცემაში ვარ პრეზიდენტობის კანდიდატის, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ მხარდამჭერი. პირველ გადაცემაში ვიყავი შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი, შემდეგ კობა დავითაშვილის, ვიყავი გიორგი თარგამაძის. დღეს გადავწყვიტე, რომ ვიყო დავით ბაქრაძის მხარდამჭერი. დავიწყოთ. მეგობრებო, ჩვენ მხარს ვუჭერთ დავით ბაქრაძეს. მას ყველაზე უკეთესმის გაჭირვებული კაცის, რადგან 5 წელი გპ-ში სწავლობდა. გეგონათ მართლა 1 ლარით გაიაფთებოდა ბენზინი? ან მართლა 220 ლარი გახდებოდა პენსია? ან მართლა ჩამოგაჭრიდნენ ბანკის ვალებს? ხმა მიეცით დავით ბაქრაძეს. აირჩიეთ დავით ბაქრაძე და იგი შეასრულებს თავის ყველა დაპირებას. იგი შეასრულებს ასევე ქართული ოცნების დაპირებას და იგი შეასრულებს იმ დაპირებებს, რომელსაც იძლეოდა, როცა ის ხელისუფლებაში იყო. იმასაც შეასრულებს. ხმა მიეცით დავით ბაქრაძეს. დავით ბაქრაძე მან 9 წელი გვატარა უდაბნოში და მიგვიყვანა წყალთან. მივცეთ კიდევ 5 წელი და იქნებ მიგვიყვანოს ნავთობთან. აირჩიეთ დავით ბაქრაძე. რატო არ უნდა აირჩიოთ რა? ნინო ბურჯანაძე ხო არ არის? ხმა მიეცით ყველაზე ბუნჩულა ნაციონალს. დავით ბაქრაძეს, ტაში. ამე მინდა ჩემი გამოსვლა ლექსით დავასრულო. დიდი მადლობა. 1 წელია ოცნებას, მოედანიც აქვს ბურთიც, ვერ ააშენეს ქვეყანა, მას შემოხაზე 5. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ბოლოს და ბოლოს ვინ არის მართლა ეს გია ხუხაშვილი. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ რუბრიკაში ვინ მოგვეწვია. ძალიან და ბოლოს მაინც ობიექტური რო ყოფილიყავი, გადავწყვიტე მომეწვია ბატონი გია ხუხაშვილი, გთხოვთ. დიდი მადლობა. შორს რატო წახვედით? ნუ ყოველ შემთხვევაში რა იცი რა ხდება. ყოველ შემთხვევაში. კარგი, როგორ ბრძანდებით მითხარით? ნორმალურად. კარგი პასუხი იყო, რაც თავარია სახალისო. სასაცილო. ახლა მითხარით, თქვენ რო გადაცემა მიყავდათ იმედის ეთერში. ხო. კანონ პროექტებს განიხილავდით და ასე შემდეგ. ხო, არ მეშლება. არა, თათმე არ მემყავდა, მაგრამ ნუ ეგრე იყო. ხო, ეგრე იყო. კი ბატონო, ამ გადაცემის კეთება ადვილი იყო? არაფერი არ უნდა და მივიდიოდი, ჩდებოდი და საუბრობდი. გადაცემა. მართალია. ერთი დუბლით მიდიოდა ყველაფერი. ერთი დუბლით? ხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირდაპირ ეთერში იყო, ერთი დუბლით. ეს ხო ყველა მარიცის და ამიტომ. გასაგებია, ეს ყველა მარიცის იყო ერთი დუბლი. პირდაპირ ეთერში იყო ერთი დუბლი. ასე ვარ მეც. მოვდივარ ერთი დუბლით ვწე. არა, ზეხა იქ ვიჯექით, ლათესი არ იყო. აბა როგორ იყო? ახლა რა ვიცი. მოყვე? მოყევით. რა ვიცი. კარგი, ახლა მე ნელ-ნელა ვეცდები რომ ხასიათზე მოგიყვანოთ. კი ბატონო. არა, მე ხასიათზე ვარ, არა მაქვს პრობლემა. არა, უფრო გახსნილი რო იყოთ. ერთხელ წავიკითხე, რომ ჩემზე გითხოვთ, რომ ოთარ დადიშვილის გადაცემა კატასტროფაა. საწაი გითხეთ ეს? Daily News.
კითხვა რაში მდგომარეობა? ხო და არა, იქ ჟურნალისტი ვეღარ ვიპოვე, ვინმე გრეგ ოსბი წერდა ამ სტატიას. რომ რატომ მეთქი როგორ და არა მე თქვენ ხო არ გონიათ რომ რაღაც წენაგულში ჩავიდე და რაღაც მე მაყურებელმაც არ იცის რომ მე და თქვენ დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მე ამას ახლა არ დავიწყებ ამის მოყოლას უბრალოდ არ მინდა რომ პიარი გაგიკეთოთ და რა მინდა თქვენ არ გეგონოთ რომ მე გულში წენა ჩავიდე უბრალოდ ორჯერ კაცი რო იმეორებს მაგას ესე იგი რაღაც შედა მაინც ორჯერ გავიმეორე რას ვერჩოდი? არა, ძალიან მარტივი მიზეზი იყო, სერიოზულად გიპასუხებთ რა, ის მიზეზი იყო ესეთი, რომ საერთოდ მე მიმაჩნია, რომ სერიალის მთავარი გმირი, რომელიც ძალიან უყვარს ხალხს, ხო? ყველაფერი ფარდობითია საერთოდ. რა თქმა უნდა. ანუ თამასა იმდენად მაღლა იყო, რომ იმის ეს ბუნებრივია, შენარჩუნება ჭირს და იმასთან მიმართებაში როგორც მახსოვ ხარ და როგორც მიყვარ ხარ ეხაც არ მეჯავრებს პირდაპირ გეტყვი ეჭვიც არ მეპარება იმასთან მიმართებაში მომეჩვენა რომ ეს თამასა დაწეული იყო ოდნავ ის სერიალი საერთოდ ძალიან საკმაოდ მაღალი დონე იყო ქართული მედია სივრცისთვის და ნუ შეულებრივი ამბავია საერთოდ სერიალის მთავარი გმირი თუ სერიალი უსასრულო არ არის თავის კარიერას ასრულებს ხოლმე თქვენ გამოსავალი კი იპოვეთ მაგას. კი, იპოვე გამოსავალი. ბატონგია, მომავალში, როდესაც აი მოგინდებათ კრიტიკა, მე გადმოგცემთ არა. მე გადმოგცემთ სიას იმ ხალხის, ვინც მე სერიალიდან გამიშვა. ის ხალხი თუ უყურებს რა დღეს ჩავარდა მე ვარ მსხვერპლი ბატონოგია მე ვარ მსხვერპლი ნუ მსხვერპლი რა ერთ-ერთი მომეცით კი ბატონო ეთერს შემდეგ გადმოგცემთ და თქვენ გადახედეთ ამას ყველაფერს ამის შემდეგ შეგვიძლია რომ ეს ინციდენტი ამოწურულად ჩავთვალოთ რა ეს ინციდენტი არც ყოფილა თქვენ კითხეს აზრი თქვენი აზრი გამოთქვით მე არ ვიტყვი ახლა რა აზრის ვიყავი თქვენ გადაცემაზე ასე რომ დავანებოთ ამას უბრალოდ აი ახლა სიას მეც გადმოგცემთ სხვა შორის ცნობილია რომ როდესაც ბატონო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ პოლიტიკაში მოსულიყო როგორც ვიცი ნუ სუპირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ვისაც შეხვდა იყავით თქვენ ხო ნამდვილად ესე იყო აი როგორი იყო ეს შეხვედრა ძალიან კარგი შეხვედრა იყო. წითელი პულავერი მეცვა, რომელიც 10 წელია. და ძალიან მოეწონა ჩემი პულავერი, კარგი პულავერი გაქვს, მეც მაქვს ეგეთი რომ მითხრა. ამის შემდეგ ეს ურთიერთგაგება შედგა და ნუ ეს წელიწად-ნახევარი მე მე შამილ თქვენთან მიმართავ ხოლმე ხოლმე საზოგადოებას და ოჯახის წევრებს. მე მინდა ჩემ მეუღლეს მივმართო. ხო გითხარ ის წითელი პულავერი ხშირად ჩამოწვა. ესე იგი რას უძლებს ეს საწერკალამი? სხვათა შორის ბენდუქიძემ მაჩუკა. ბენდუქიძე ძალიან გავხსარია ბენდუქიძისთვის. ახლა თქვენ თქვენ მაჩუკეთ სულ აუ არაფერი არ უქნათ რა. არა არაფერს არ უნდა. უკეთეს ჩუქებაში ვარ. ჩინურია ხო? ნუ რაღაც ეგეთი. თლათ ისეთი არ არის. კარგი, მოკლედ წითელი პულავერი არავის არ გაცვიათ, ხო? კარგი. რა მე, კარგი. ბატონოგია, რა მინდა კიდევ თქვა, ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი ვნახე მე. ერთ-ერთი. ძალიან გაქებდათ ქალბატონი ეკა ბესელია თქვენ. ძალიან. ეკა ბესელია. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ეხლა არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ჩანაწერი მე იქ შემაჩვენეთ. კი ბატონო, რომელიც გადაიტანეს ქუთაისში. კი ბატონო. და თქვენ არ იცით, რომ გაქებდათ ეკა ბესელია? ხო არა, ეკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე საერთოდ არ ვადევნებ თვალყურს, ვინ რას ლაპარაკობს ჩემზე. არა, ბედნიერი უნდა იყოს. ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ, ეს იცით ალბათ. რა თქმა უნდა. შეუძლებელია ყველაფერი ვიცოდე. ხო და ბედნიერი უნდა იყოთ თქვა, ამას ვამბობდი, ბატონოგია, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ადამიანი პირში გაქებს, ხო, იქ შეიძლება რაღაც ეჭვი შეიტანა, რომ გეპირფერება ეხა მაგალითად გუფი სულ მეუნება რომ შენნაირი წამყვანი არ არსებობს, უნიჭიერესი კაცი ხარ, რაღაც დავნათესავდით რაღაც, მაგრამ ნახევარის არ მჯერა.
და მეორეა, როდესაც ფარულ ჩანაწერში, სადაც აი ესე საიდუმლოდ ამბობდა, აქებ ადამიანს, რომ ძალიან ისეთი ნიჭიერი ადამიანია, მას ჭკუა უნდა ვკითხოთ და ასე შემდეგ. აი თქვენ ახლა გეძლევათ საშუალება, რომ რამე კარგი თქვათ ეკა ბესელიაზე. რა გითხრათ, ძალიან კარგი ადამიანია და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს სხვათაშორის. უფრო დიდი ხნის, ვიდრე ძალიან ბევრ სხვასთან. მეტი რა, მეგობრობთ. მეგობრობთ. ძალიან კარგი. ხშირად ვერ ხედავ, მაგრამ ხშირად სად ნახავთ? ქუთაისშია, თქვენ თბილისში ხართ. ხო. იზრუნა ამაზე წინა ხელისუფლებამ. კი ბატონო. სხვათა შორის მე ისიც ვნახე ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც თქვენ ამბობთ, რომ ლიუბა ელიაშვილი კარგი იქნება მეცხრე არხის დირექტორატო. მე ვამბობ, თქვენ ამბობთ? კი, თქვენ ამბობთ. თქვენ რა იცით, რომ თქვენ ამბობთ. მე ხო ვიცი მაშინ ესეთ კომენტარს ვაკეთებდი, რომ დამონტაჟებული იყო და ფალსიფიცირებული იყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი დამონტაჟებული. ნუ კარგი. და აი ასევე რომ დავამონტაჟოთ, სადაც თქვენ ვითომ ფარულ ჩანაწერში იტყვით, რომ თარტატიშვილი კარგი იქნება ჯანდაცვის მინისტრათო. აი ბატონო, ეს ძალიან რთულია. აი ხო თქვენ თქვით უბრალოდ უმარტივესია, ბატონო გია. აი ხო თქვით, რომ თარტატიშვილი კარგი იქნება ჯანდაცვის მინისტრად. თქვით? ნუ ცუდი არ იქნება. ესე იგი, ოთარ ტატიშვილი ჯანდაცვის მინისტრად ჩემი დატოვეთ და ცუდი არ იქნება შუაში ჩავსვათ ბატონი გია, მერე ავიღოთ კადრები, სადაც ბატონი გია საუბრობს და ეს როგორმე დავადოთ. რას მიყურებთ, კაცო? ეს როგორმე დავადოთ, რომ ვითომ ეს თქვენ გასწავლოთ ეს რაღაცები. რა? მაგას გადაყვა წინა ხელისუფლება და ესე იგი მე აქ ვიქნები მეორედ მოსვლამდე ბატონო გია. ასეთი ეჭვმა. ისე როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი თქვენი აზრით? თქვენნაირი. გადაიღეთ ეს? ახლა როგორი უნდა ხო, იყოს? ნუ მონტაჟი რა თქვინდა, პირდაპირ ღიად ვილაპარაკეთ. ღიად გადავწყვიტოთ გადავწყვიტოთ. როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი? თქვენნაირი, კი ბატონო. კარგი, და რას უნდა აკმაყოფილებდეს ჩემნაირი ჯანდაცვის მინისტრი? ანუ რა გამოცდილება უნდა კონდეს და რასზე უნდა გაამახვილოს ყურადღება? ნუ პირველ რიგში ბენდუქიძის ნაჩუქარი ყველაფერი უნდა გაანადგუროს ესე. ბატონო, ამ ბოლო დროს წონის კონტროლსაც მიგიხედიათ, კონტროლისთვის, გალსტუკი, პიჯაკი, ყველაფერი. შემიძლია ხვალ თათბირზე მივიდე როგორც მინისტრი. ხვალ გეტყვით. ხვალ მეტყვით. კალამი გადავაგდე. კი, კალამი, მარტო კალამი გაჩუქრათ, ბენდუქიძეს ყველაფერი არ ჩუქნია. სხვა არ არის დეკლარაციაში. მოკლედ, ხალხი თქვენც ვიფიქრეთ, მეც ვიფიქრებ და მოყალებდეთ. კარგი, ასე ვქნათ. კი ბატონო. ახლა გადავიდეთ იმაზე, რომ თქვენ მოგაწერენ ძალიან დიდ ძალაუფლებას. ბატონო გია. ყველაფერს წყვეტს გია ხუხაშვილი, ყველაფერს აკეთებს გია ხუხაშვილი, გია ხუხაშვილის სიტყვის გარეშე არაფერი არ ხდება. მე მაინტერესებს, აი ყველაზე სასაცილო რა დაგაბრალეს. რომ აი რას წყვეტს გია ხუხაშვილი დაუშვათ. არ ვიცი, ყველაფერი სასაცილოა, იმიტომ რეალურად ესე არ არის, ხო? აბსოლუტურად პირიქით არის ყველაფერი. მე არაფერს არ წყვეტ, მეცაც გეტყვით, რომ გააწყვეტილების მიღებაში საერთოდ მონაწილეობა. არანაირად. ახლა სასაცილო რა გიქნა? სასაცილო რა იყო? აი მაგალითად, ანუ დაწყებული ეს ახლა იუმორისტულ გადაცემას ეს სიტყვა არ ხდება, მაგრამ საკუთარ ბიძური კამპანია მიდიოდა რაღაც კვერცხები და ამ შემდეგ, ხო? აი ხა პრინციპში სასაცილო არ იყო, მაგრამ შეგვიძლია გავიცინოთ ამ ყველაფერს. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ჩემს მიმართ ითქმებოდა, ძალიან შორს იყო რეალობისგან. ნუ ესეთი ადამიანის ბუნება და შეგუებული ვარ. რას იზამ? მანჩესტერ სიტი იყიდა მართალია. მანჩესტერს ფეხბურთში ძალიან ცუდად ვერკვევი. ხო და მაგიტომაც იყიდა. ბრიტანულში რა. ბრიტანულში მე მგონი ბარსელონაა, ხო? ბარსელონა ვიყიდა. ძალიან კარგი. იმედია თქვენ მაინც მოიყვანთ წესიერ მწვრთნელს ბარსელონაში. ესეთი იმედი გამიჩნდა რაღაც. სია მომეცით სავარაუდოდ. ანუ ყველასია. როგორი უნდა იყოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი? რთული კითხვაა ძალიან.
მეც ვიცი რთულ ადვილ კითხვებს მე ძირითადად გუფის უსვავ ხოლმე. რთული კითხვა როა, იმიტომ გეკითხებით თქვენ. ეგ სხვა გადაცემაში უნდა, აი მე რო გადაცემა მქონდა, ისეთ გადაცემაში უნდა ვილაპარაკოთ. ის გადაცემა აღარ იქნება? ის გადაცემა აღარ იქნება. ინფორმაცი არ იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაცა იყოს. რაღაცა იყოს. კი ბატონო. კარგი. მე ხომ მომიწევთ, ბატონია. აუცილებლად. აუცილებლად. და ხო, ჩემი აზრით ხო, მეც ხო წარმოვადგენ რაღაც ნაწილს ჩვენი საზოგადოების. ექსპერტი ოთარ ტატიშვილი. ბატონია. აი, მე როდესაც თუმეტეს ექსპერტი რაღაც ისეთი დევალვაციის პროცესი მიდის. აი, ამის კითხვა მინდოდა. პრინციპში პრობლემა არის, იქ 3 კი არა, შეიძლება 50-60 და შანსები იზრდება ექსპერტობის. ექსპერტის ფაკულტეტი არსებობს? პრინციპში ჯერჯერობით არ არსებობს. ხო, მინდა რომ დავამთავრო მეორად, აი, მინდა რომ ტელევიზორში რომ გამოვჩნდე. პროფესიული დონე იმდენად დაბალია, რომ შეიძლება რომ მე შეიძლება ექსპერტი ვიყო, კი ეს გავიგე. მაგრამ აი, ბატონია, მინდა რომ აი 65 წელს გადაცილებებული მშობლები მყავს. მინდა რომ ეს მამაჩემი რო ჩართავს ტელევიზორს და მე რო გამოვჩდები და ქვემოთ დაიწეროს ექსპერტი. უყვარს ამ კაცს ეს სიტყვა. პრობლემა არა, რომელ არხზე გიდათ მაგის გაკეთება. არხების მიხედვით არის? ჩანს მაგალითად სხვა ტიტრი მიდის, ექსპერტი, მრჩეველი. იმედზე დაიწეროს. პოლიტოლოგი, რა ვიცი, ხა 1000 რაღაცას წერენ ხოლმე. იმედზე დაიწეროს ტელეწამყვანი. ეხლა გადავალ და შევაცაქვ. მომგებიანი ექსპერტი რო დაიწეროს არის აქუსთან. აქუსთან. კი. აქუსთან ტიტრები აქვს ხოლმე. აქუსთან სად არის ტიტრები? რატო დაგპატიჟეთ მე თქვენ გადაცემაში? აბა მითხარით. მივედით. სამართლიანობის აღდგენა. ხო, მეც მაქვს უფლება რომ სამართლიანობა აღდგეს. ბუნებრივია. ჩემთვის. ხო? მე 2012 წელს მოქალაქემ ვინმე გიორგი ვარდოსანიძემ წამართვა Range Rover-ი. ხო? კი. ჩემი კუთვნილი Range Rover. თან არ დაგავიწყდეთ რომ გიორგი ვარდოსანიძე არის პირწავარდნილი ნაციონალი. 112-ზე დაარეკეს. რატოა ნაციონალი არ გაინტერესებთ? არა, არ ვიცი, რა ვიცი. ხო და მე გეტყვით. აბა. მარჯვენა ხელზეც 5 თითი აქვს. მარცხენაზეც. მარჯვენა ფეხზეც. მარცხენა ფეხზეც და იმ Range Rover-ს 5 სიჩქარე აქვს. მე ვდებ პირობას. თუ სამართლიანობა აღდგება და იმ Range Rover-ს მე გადმომცემენ, ამოვაგდებ ერთ სიჩქარეს, Range Rover-ი გახდება 4 სიჩქარიანი და მძღოლად ავიყვან ბაჩუკი ქარდავას. მეორე მხრივ ეხლა თქვენს პირწავარდნილი ნაციონალი გამოდიხართ. რატო? ნუ თქვენს 5 ხელი, აი დამათ ხელი გაშალეთ, რამდენი თითი გაქვთ? ვერ გავშლი ხოლმე. მართლა ძალიან მიხარია, მართლა ძალიან ამაყი ვარ და მართლა კარგი გამოვიდა მე მგონი ბატონი გიას სტუმრობა. დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, ბატონ გიას არ ეცალა, შემდეგ ქალაქიდან იყო გასული და დღეს ჩვენი შეხვედრა შედგა და მე მიხარია. ბატონ გია, მადლობას მოგახსენებთ, თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენც გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რასაც მე მისურვებთ, მეც ყველაფერს გისურვებთ თქვენ. ერთით მეც. თქვენ გაიხარეთ, ასე რომ ის მე ინციდენტიც არ დამირქვია იმისთვის, ის ამოწურული არ კი არა და არც ყოფილა. ჩვენ სიები გავცვალოთ მე. ჩვენ სიები კი ბატონო. კი ბატონო. ბატონო გია, მე 10 წუთი დაკავებული ვარ. ცოტა ხანი დამელოდეთ და გამოგიტანთ. სიგარეტს მოწევ მანამ. სიგარეტს მოწევ. კი ბატონო, ეწევით თქვენ? კი. მოწევა კლავს ბატონო. ისეთი რამე გითხრათ, რაც არ კლავს? როგორც მომავალი ჯანდაცვის მინისტრი, თქვენი რეკომენდაცია მაინტერესებს. რა არის? წყალი მიირთვით. წყალი მიირთვით. თქვენ სტუდიაში შეიძლება. გუფი ბიტს უსმინეთ.
და ჩემთან იარეთ ხშირად სტუმრად, იმიტომ რომ არასდროს ცუც არ გირჩევთ. კი ბატონო. გია ხუხაშვილი, დიდი მადლობა. ღამის შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი Goofy Beat-ი და შეუდარებელი მაგდა ვასაძე. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, არ მოვიდოდნენ და შემდეგ ტურში კაიქულებსაც დაიწერდნენ. დავიწყეთ უკვე მეგა შოუს მონაწილეების მოწვევა, ცეკვავენ ვარსკვლავების გულისხმობა და დღეს რუბრიკის სტუმრები არიან გიორგი ყიფშიძე და ჯულიანა ბარგნარი. გხოთ! ასეთი აპლოდისმენტები ეს თქვენ გეკუთვნით. მე უბრალოდ რა მაინტერესებს იცი? აი ჩემ შოუში რატო ხდება ყოველთვის ასე? რომ როდესაც მოდის რამდენიმე სტუმარი, ყოველთვის ჩემსკენ ჯდება ნაკლებად სიმპათიური და ლამაზ გოგოს იქიცავენ. სახიფათო კაცი ხარ, გესმის და შუაში მიჩემნია შავჯდემოთ მარცხი არ მოგვივიდეს. მეწყვილეს ურთხილდები. დიახ, რა თქმა უნდა. კარგი. ახლა გიორგი, ჯულიანა, რაც თავარია, გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ დღევანდელი შოუ, მე მხოლოდ გადაცემის წამყვანი ვარ, რაც უფრო სახალისო გამოვა, რაც უფრო მეც გაიცინებს ჩვენი ტელემაყურებელი და მაყურებელი დარბაზში, შესაბამისი იქნება ჩემი ქულაც პირველ ტურში, სადაც ვარდებიან. ზუსტად იმიტომ მოვედი. მე შეხო ყველაზე დიდი ქულა მომეცი. 10 ქულა. მე ზუსტად ვიცი რომ შემდეგშიც იგივეს იზავ. აი, რატო დაჯდა ახლოს? 10 ქულა. ხო, აი ჩემი გადმოსახედიდან მართლა ერთ-ერთი ფავორიტები ხართ. ერთადერთს ვერ ვიტყვი, გიორგი, იმიტომ რომ ეს გადაცემა კიდე მჭირდება მე და სხვაებიც უნდა მოვიწვიო. თორე ხო წარმოგიდგენია ხარ, შენზე რო თქვა, ერთადერთიო მეტი არავინ მოვა. უკვე თქვი პრინციპში. ხო, ესე გამოვიდა. მოგიწევს აქ სიარული ყოველ კვირას. სიამოვნები, შენაოთ 10 ამიწია და ყოველ დღე მოვა. ამას რა აკლია, იცი? გაიხედეთ. კარგი, როგორია ჯული? არაჩვეულებრივია. გიორგი. გიორგი უფრო მაგარი მეწყვილია თუ ჯაბაკილაძე, აი როგორ გამოძვრებია აქედან. შენიც რა უნდა მითხრა, აჩიკო მეფარი. არასალები, მაგასაბიებია. კაი, მითხარი, აბა როგორია? არაჩვეულებრივია, უმჭირესია. ეგრევე ითვისებს, ანუ ხასიათს ეგრევე იღებს და ну პასადავში გამოჩნდა მგონი. გამოჩნდა. მეორე ცეკვა რა გაქვთ? სამბა. სამბა. მომიყევი, აბა როგორია ეს? საერთულია რა. მე სამბა მეგონა რაღაცა და თურმე არაფერი. არ უნდა გაინძრეს საერთოდ და წელს ქვემოთ უნდა აკიცინო ერთი ადგილი. ზემოთ უნდა იყო გაშაშებული. ზემოთ სხვა ადამიანი ხარ. ზემოთ არ უნდა გეტყობოდეს, ქვემოთ რეებს აკეთებ. სამბა. ნუ მე ხა წინასწარ არ ვიტყვი მე რომ ინტრიგა და ის არ და მოლოდინი არ დაუკარგო მაყურებელს, მე ერთადერთი ვიცით რომ ცეკვავს სამბას, იმიტომ რომ არის ლათინურ-ამერიკული ტური. ზოგი სამბას ცეკვავს, ზოგი რუსას, ზოგი სალსას, ზოგი ჩაჩაჩას შეაფასე. სალსას ერთი ცეკვავს, შენ აზრზე არა ხარ, შვილო. აბა რა, ჩემთან წინასწარ მოდის პლეილისტი. აი ასე უყურებ. წინასწარ თუ მოდის მესამე რა ხდება, აბა თუ იცი? მესამე კინოტური უნდა იყოს. იცი სტო? ყველაფერი იცის. კინოში რა შეკვავ იცი? არა? მოცა წინასწარ ნუ ვიტყვი, იმიტომ რომ დავხურავენ მეც და არ ვიტყვი, მე მეგონა იცოდი და არა, მე კი ვიცი, აქ არ ვიტყვი, ყურში გეტყვი მე. ხო, კარგი. ყურში გეტყვი. როგორ მინდოდა ამის თქმა რა? კაი, ვთქვათ, კაი, კინოტურში ცეკვავს მაგდანას ლურჯას. ასე. მე ვარ მაგდანა და ზა ლურჯა თუ რომელი ვარ? არა. ლურჯა ვარ?
ჯულიც ეკავს ტრაგიკულად ასე იქ ვირიბო და ამ დროს შემოდის გიორგი ყიფშიძე და დედა ნახე გიგო პაპა მოვიდა დედა ნახე გიგო პაპა მოვიდა და მაწონი მოგაგწნეთი მაწონი მოგწნეთი ყველაზე მაგარი მაწონია წყნეთში და მე მინდა მივესალმო მე სახლი მაქვს წყნეთში ასე ფლათის არ გეგონო წყნეთელებო მიყვარხართ ყველა თქვენ გაიხარეთ განსაკუთრებით ზაური აი ჩემ ქვემოთ რო ჩასახვევია იქ რო ცხოვრობს ხო შეგეცვალა საერთოდ გრაფიკი და გეგმა ცხოვრების გრაფიკი და გეგმა კი არ შეგეცვალა მე შევიცვალე თურმე იმიტომ რომ ამდენი ცხოვრებაში არ მივარჯიშია ამდენი ჩემთვის არასოდეს არ უკადრებია ამდენად საბაკადრა ყოველ დილას ყოველ ღამე მაკეთებინებს აზიძვებს პრესის ვარჯიშებს ჰიპერაქტიული და ენერგიული ადამიანია და გამხადა ეგეთი რომელიც ვიყავით ცოტა პასიური და რაღაცნაირად გავხდი ეხა სტოკატო თავარია პიჩიკატო არ გახდე თავარია პიჩიკატო არ გახდე მე ბენჩი რამდენიმე ის ამყავს რა ერთი უმცირესობა ამყავს წარმომადგენელი ეროვნული აზიდვებია ტაჯიმანია საშან ბატონი ზურა რას ამბობს შენ ცეკვაზე ზურა სხვადასხვის მამა ზურა იფშიძეს რომელიც იყო რომელიც ბავდა და ტირილი დაიწყო რომელმაც მითხრა რომ ყველაზე საყვარელი წევრი ჟიურისი შენ ხარ ჩემი რატო არა გენაცვალე ხელათიანი თხლიში რატო არა როგორ მოეწონა თქვენ ცეკვა მოეწონა ინერვიულა იტირა მეთქი და მეტი რა იტირა არა ტირო და გიას ურამელაშვილზე როგორც მე მახსოვს არა ჩემზე იტირა ეს ტირილი რა იყო გაუხარდა თუ შეესხვა თუ რომელი იყო არ ვიცი უფრო გაუხარდა იმედი მაქვს ხო გაუხარდა იმიტომ რომ მართლა კარგი ცეკვა იყო მართლა კარგად იცეკვეთ მართლა მე ხო იცი ეს აი რა და პასადობლის შეფასება მე არასდროს შემშლია პირველად შევაფასე კარგი აჩი მეფარიძე ვნახე იმ დღეს მართლა კი სობესის რიგში შემხვდა ყველაზე მაგარი ის არის რომ მეც იმ რიგში ვიდექი ხო და ასე მითხრა რომ გადაეციო მოკითხვაო ჩემ ჯულისო არაჩვეულებრივი გოგო სულ მითმობს ადგილს ავტობუსში ხო სახელი ვერ გაიხსენა გვარი უბრალოდ გვარი ვერ გაიხსენა მაინც ასაკოვანია შენ ისე ნელ-ნელა სულ წინ და წინ მიდიხარ აჩიკო მეფარიძე მერე ჯაბაკილაძე მერე გიორგი ყიფშიძე და აი ეს სინსლოთ ითვლება კი რა თქმა უნდა წინა სეზონში შენ რო გეცეკვა და ახლა რო ჯაბაკილაძე აქ იჯდეს ეჭვი არ შეგეპაროს რომ იგივეს ვეთყოთ ეჭვი არ შეგეპაროს მაგრამ წინსვლა რა თქმა უნდა წინსვლა ესე იგი აი ჟიურიზე მინდა აი როგორი აზრის ხართ ზოგადად ჟიურიზე არ ვიცი არანაირი აზრზე არა ვარ იმიტომ რომ იმ მომენტში გათიშული ვიყავ კარგი და როდესაც მე მახსოვს 10-იანი მახსოვს ძალიან კარგად აი 10-იანი რომ ამოვიდა აი დამამშვიდა ამან იცი რა სასიამოვნოა სასიამოვნოა ძალიან პირველ ტურში განსაკუთრებით ჩემს მეტი ვინ გააკეთებდა ამ სისულელეს და იმან რა ქვია ჩერტკომ 6-იანი ამიწია კი ერთადერთი 6-იანი აწია დანარჩენი სუდაბლები აწია კი მეც ერთადერთი 10-იანი ავწიე სხვათა შორის ყველაფერი გუდევითლა მიავიდე სხვათა შორის კი 40 ჩვენ უბრალოდ ვამიას რა წამამსა ჩვენ ავიდეთ ახლა მითხარ წელს ცეკვები არის ცირკში კი ცირკზე გამახსენდა სხვათა შორის რომ მოვდიოდი შოუზე მეგობარმა დამირეკა და რომ მოვედი უბრალოდ და ჟიურში სანამ დავჯდებოდი და სადახარო მითხრა და ცირკში მეთქი ვა იპოვე შენი ადგილიო ეს კარგი მე მომეჩვენა რომ ეს სცენა უფრო დიდია ვიდრე რუსთაველის პირიქით პატარა მომეჩვენა ხაზი გაუხსნა ხო და პატარაა ნუ დამეტაკები შენ რა იცი რუსთაველის თეატრში აი რუსთაველის თეატრი ვიცი
ის სცენა არის. იცი მეთქი, ხო გიცქერდით, ხო? ხამე მიდიოდი ჩუმად და ცეკვავდი. მარტო ამანთებს ეროტიულ შუქებს ხო და ასე ხო, მაშინ კარგი პარკეტი არსრიალებს ისე როგორც უცხოელი. იარსრიალებს ახალი პარკეტი. უკეთესია, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კარგია ეს ყველაფერი და მართლა ბევრი ისეთი წყვილია და მე მაინტერესებს ეს რითი დამთავრდება ყველაფერი. ჟიურიზე არაფერი არ თქვით, მაგრამ ჟიური მართლა ორიგინალურია წელს. ყოველთვის კარგი ჟიური იყო, მე არ ვამბობ რა სისულელეა. ერთის გარდა ასინქრონი და ზმუკი შენ რამდენი ხანი არ მithქვავს. ხო და ესე იგი ისეთი არის მრავალეროვანი ჟიურია. ჩერტკოევი ამერიკიდან, შეხედე, ჩერტკოევი ამერიკიდან, ნინო სურგულაძე იტალიიდან, ნიკა ცისკარიძე, სოფო შევარდნაძე რუსეთიდან და ბეტკრული საქართველოს წარმომადგენელი ადგილის დედა. ოთარ აკიშვილი. დიდი მადლობა. ჟიურიში ჯდომა ჩემთვის არის კარგი ძალიან, იმიტომ რომ ერთი ბავშვობის ოცნება ამიხდა. მთელი ბავშვობა მინდოდა შევარდნაძის გვერდზე ჯდომა. ანუ მინდოდა ედუარდის, მაგრამ ამიხდა სოფოზე. და ასე რომ ვზივარ შევარდნაძის გვერდზე, არ იცნობთ შევარდნაძეს? კარგი. ხო რა ოცნება, შენი ოცნება რა არის? გიო. ოცნება ზოგადად? ზოგადად. ამ ეტაპზე გამარჯვების ოცნება მაქვს. ამ ეტაპზე. თქვენ? სოფლიო დონის მოცეკვავე რომ გავხდე ალბათ. იასნია, ეს დარწმუნებულია. არა, სოფლიო დონის მოცეკვავე არის უკვე თული. არა, ხარ სოფლიო დონის მოცეკვავე. სხვა მეებს ეჭიდავება. შენ გინდოდა გეთქვა რომ ერთხელ მაინც ხო შეიძლება სოფლიო დონის მოცეკვავე შემხვდეს მეწყვილეთ. ამის თქვა. შემხვდა. აჰა. აი ეს იქნება სამიანს რო აგიწევ. მიქარე ხო? აი ხა მე ვერს მივხვდი როგორ მიქარე ხო? ვაში გოიში ვერ მოხდა. ეს თვითონ მოხდა დედაფისა არა. აი ამოჭედი. იქ ამოჭერი. ჩერტკოევზე დაბალ ქულას რო დავწერ. არა, გეხოცე. შემეშალა დედაფისა. კარგი. რა ოკეი, შევერ გამიჩერე ხედი. მოკლედ იმ დღეს იყო ასე თქო პრეზენტაციის და ეგრეთ წოდებული საჩვენებელი ტურის შემდეგ იყო ჟიურის წევრების შეკრება შეხვედრა, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ мотиваცია რო გაიზარდოს მონაწილეების და мотиваცია არ იყოს მხოლოდ ბინის მოგება და მანქანის მოგება. მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც აი Range Rover-ს მიზდებდა, ვერ მოიგო და მერე ტიროდა მთელი წელი ჩემი Range Rover-ი. ასეთია. რა, ვერ გავიგრა. მატერიალურია ყველაფერი? ის სულიერი რა ჩვენ ცეკვაში მივიღეთ, უნდა დავივიწყოთ? ვარდოსალიძემ არ გაიხაროს? როგორ კარგი. ხო და ხოლოდ რო ეს არ იყოს мотиваცია, რომ აი მე პირველზე მაინც ვერ გავალ, მეორეზე მაინც არ გაიზარდოს მონაწილეების мотиваცია, რადგან წელს კონკურსი ტარდება ცირკში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავარდნილი წყვილი ჩაუგდოთ ვეფხვებს. რა გიხარია? რატო ისინი ესეც არიღებს მონაწილეობას. ვეფხვებს ჩაუგდოთ, მაინც უჭირთ კვება თურმე ვეფხვების და ორი საქმე გეთდება. ნახე, ცეკვავენ ვარსკვლავები, მეგაშოუ, ვიღაცა გავარდა და ამ ვეფხვებთან. ასე რომ კიდე იკადრებ ამას? არა. კი ბატონო. კარგი. ესე იგი, მონაწილეები მოგროვდა ძალიან საინტერესო. ხო, ყველა სეზონში კარგი მონაწილეები იყო, მე დამეთანხმებით ალბათ, მაგრამ წელსაც ძალიან მაგარი. იყვნენ მონაწილეები, იყვნენ. წერა, კითხვა და ლაპარაკი. ესეც ხოსტორია. აბრა. კარგი. ეს ვიცი საიდან არის ეს ლექსი? მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ისეთ ამ ხანაკს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკი. და ლაპარაკი. ნახე, ზალუტოვი როგორ იცინის, ნახე. კარგი, აი
თქვენ ხო მონაწილეები ხართ და აი ფავორიტი მე მყავდა მე ხო მონაწილეობდი, მაგრამ ჩემი რამდენიმე ფავორიტი მყავდა. ანუ ვიზეც ვამბობდი რომ აი მე მათ გულშემატკივრობ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ერთ-ერთი იყო ის ისტერიჩკა გოგო რუსკა მაღაშვილი. აი თქვენ ყავთ ასეთი ფავორიტები, აი ვის გამოარჩევდით მონაწილეებისგან? ცეკვით ხო? სოფოს. გრძელი ფეხებით? გრძელი ფეხები ძალიან ბევრს ყველას გრძელი ფეხები აქვს, წარმოიდგინე რა დღეში ვარ. სად დავდივარ? შოკში ვარ, როგორ სწავლობ ცეკვას, აი თვალები სად დარბიან, აზე არა ვარ. ესე იგი, ისეთი მონაწილეებია, რომ ეს კონკურსი რომ დამთავრდება, ხო, ყველას შეუძლია სამსახური იშოვოს ცირკში. უკვე. იქვე დარჩენ. აი მაგალითად, ტოლი ბოისა ბურთებით ჟონგლიორი, ხო? გუგა კუზანოვი თავისთავად რო ხერხავს და ხერხავს, ყველაფერს ხერხავს. ყველაფერს ხერხავს, არა მარტო ქალს. აწეპებს მერე და გაიკეთე უკვე რაღაცეები გუგასთან? ჯერ არა, მაგრამ ჩავასხე. მომავალში. გაგიკეთა ფასდაკლება? კი, ეგრევე. ხო? გუგა კუზანოვი ამას გააკეთებს, პეტო იქნება ჯამბაზი. ვერატურა. კოტიკო იქნება მარსკოი კოტიკი. და გია სურამელაშვილს ორი ვარიანტი აქვს. ან გიგანტური ხვლიკი. ეს მივართავ შამილი. გია არ მინდოდა დედას გეფიცები წამომწა. ან გამოვასწორებ ილუზიონისტი, საქართველოს სახალხო არტისტი გია სურამელაშვილი. ეს რატო არ მოგწონთ? ისატო უფრო მოგეწონი. კარგი. შენ იმედის არღზე ყავს ორი ცნობილი პარტნიორი. ერთი იყო ჟანრი ლოლაშვილი და მეორე არის ჯულიანა ბარგნარი. რომელი უფრო კარგი პარტნიორი? ორივე თავისაში, ორივე ძალიან კარგია. ის ვერ ვიტყვი ჟან ლოლაშვილი ესეც ეკავს მეთქი. ცხელ ძაღლს გულისხმობთ ჩვენ. ხო და გავირი, ანუ როგორც მსახიობი. ანუ ეცეკვე და ვერცეკვავს? არა. აი ჩუმეპარება მეთქი ესე მოძრაობდეს მეთქი. კი. როგორც მსახიობი ძალიან მაგარი პარტნიორი იყო, საუკეთესო და ჯულიან არის ყველაზე მაგარი მოცეკვავი საქართველოში. მე ვეთანხმებიან. არა, მე კი არ მოვიგონე ეს არის. მეგობრებო, ახალ წლამდე გრძელდება ეს პროექტი და რამდენი ასე იტყვის მეწყვილე დაითვალეთ თქვენ ჩემ შოუში რომ ყველაზე კარგი მოცეკვავე ჩემი მეწყვილია. არა, მე არ ვამბობ ჩემი მოცეკვავე ყველაზე კარგი მეწყვილია, მე ვამბობ ჩემი მოცეკვავე ყველაზე კარგი მეწყვილია. ჩემი მოცეკვავე ყველაზე კარგი მეწყვილია რა ქართულია. შეხო როგორ გიდავ თქვა მითხარი? ზუსტად ისე ვიტყვი. მე მინდა თქვა წერას კითხავს და ლაპარაკი. წერას კითხავს და ლაპარაკი. გიო, ბატონო. ხო იცი რომ ახალ წლამდე აი ასე მყავხარ აი. ვის? შენ ფინალში გახვალ. მე უნდა გავიდე ფინალში და უნდა მოვიგო. მე ეგეც მუღამი მაგ და რა ვიცი, ვის არა აქ მითხარი. ვიცი მე 1-2 არის იქ არა აქ ხო? კი. არა აქ ეგეთი მუღამი. ისე რა დრო იყო ეხლა რადგან გავიხსენეთ ეს სერიალი. რა მაგარი დრო იყო? იყო ჰოთ-დოგი და გიორგი ყიფშიძე. ახლა არის შაურმა და სავაშ ბალდარი. ასე. იცვლება ეს ყველაფერი. დღეს ახლა მე ვიცი შენ მე გუშინ გელაპარაკე და ძალიან წინააღმდეგი ხარ რომ რაღაც 1-2 ილეთი ჯულიანასთან ერთად გვანა, ხო? ამ ეტაპზე ხო? ნახე შეხედე როგორ. მე გითხოვ შენ. ამ ეტაპზე ჯულიანას გითხოვ შენ. რამე იქნებ წაიცეკო, გავახსენოთ ხალხს. ხო შენ ძალიან კარგად ცეკო. თან ერთ შოუში ორი შეცდომა ჯერ არავის დაუშვია. მეორე ჯერ არ ვიცი, მე ხომ აგრად ცეკვავ. მოდი მაშინ რახან თქვენ არ ცეკვავთ? ხო, იცი რა არის, ისეთი ცეკვა რომ ეს უბრალოდ არეალი არ მიყოფა რა. პატარა სტუდია გაქვს. მესამეჯერ შემეშალა? რადგანაც მარტო სტუდია მაქვს პატარა, ამას გაპატიებ.
ბასი შევიდა. ნელი როა ესე იგი ვიწყებთ. სტიპლ შოსე. სტანდარტის დროს ხელი გაქვთ ეს. გასტორდი. პასუხის პასუხი იმათ, ვინც ფიქრობს, რომ მე ჟიურიში არაფერი მესაქმება. ესე იგი, და ბოლოს შეფასება მე და ჯულის შეფასება. შენ შეგვაფასე ძალიან. აუცილებლად მომეცი. ერთი წალი მომეცი. ერთი წალია. ერთი წალია? ერთი წალია, კი, რაც მე და ჯულის და პირდაპირ შეგვაფასე. ახლა კადრით შეიძლება, აი შეფასებულია. ეს არის მე და ჯულის შეფასება. სინამდვილეში მე 10-ს ვუწერ, 10-ს გიწერ მე, გიწერ 10-ს. გმადლობთ. 10. აი ეს რეალურად 10. გავიგე. 10. რა მითხრა 10. 10. ეს არის რეალურად ის შეფასება, რაც ეკუთვნის ყველა მონაწილეს, ხო? ღიმილი, ფანტასტიკური. გვერდში დგომა, კანძი. კარგი. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მე ვიქნები არაკორექტული, რომ ვთქვა და არ ვიქნები ობიექტური, რომ ვთქვა, რომ აი მე დედა თქვენი გამარჯვება მინდა და ვაიმე თქვენ მოიგეთ. ამას ვერ ვიტყვი. ამას უბრალოდ ქულებში ავსახავ. და ყველა მონაწილეს ვუსურვებ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მონაწილეობს მართლა ამ შოუში და ყველას გულშემატკივრობ. მათ შორის რა თქმა უნდა თქვენც და ჯერჯერობით პირველი ტურის შედეგებით მართლა რეალური ლიდერები ხართ. ვნახოთ რა მოხდება. 10. მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო უსაყვარლესი სტუმრები გვყავდა დღეს. მეგაშოუ ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები, უნიჭიერესი მსახიობი გიორგი ყიფშიძე და სოფლიო დონის მოცეკვავე. როგორ მეორე სეზონზე როგორ აცხადებდნენ? ასე აცხადებდნენ მეორე სეზონზე. ფროელაინ ჯულიანა ბარგნარი. დიდი მადლობა.